ეს არის სახელმწიფო ობიექტი, რომელსაც ქვია კულტურის სახლი. აგერ ხედავთ, როგორი კულტურის სახლია, ბავშვების ქართული სული იზრდება ამ ნანგრევებში, ამ მტვერში, ამ სინესტეში. აგერ გადახედეთ ბავშვებს, ყველა ცეკვავს, ყველა ვარჯიშზე მოდის ხალისით. ზამთარი კარზე არის მომდგარი 21 საუკუნეა, ღუმელზე ვმუშაობთ, ცელოფანს ვაფარებთ, გაზის მილი კარებზე გადის იქნებ. გაზი შემოსული იყო აგერ ჭერიდან ხედავთ როგორი მტვერი ჩამოდის და ძალიან რთული პირობები მტომარი შემთხვევები ბავშვები მტვერის გამო ალერგიულები არიან. როდესაც ძლიერი სუნთქვა იწყება ვარჯიშის დროს, იღლება, ეწყება თხრელება. სიატაკი არის ჩავარდნილი არის ავარიულ მდგომარეობაში. ზედა კოჭები კი ძლიერია, მაგრამ ქვედას უკვე ეთყობა რომ დამპალია და ძალიან საშიშროებაა ცეკვის დროს რომ ჩავარდეს და პასუხისგებლობა უკვე ძალიან ჩემზე ძალიან რთული იქნება ამ პასუხისგებლობის აღარზია. თვითონ ხედავთ რა მდგომარეობა არის დარბაზში, არანაირი პირობა არ აქვს ბავშვებს. რაც ყველაზე მთავარია კიდე აცივდება, ზამთარი მოდის და უდგად ღუმელი ბავშვებს წინ არის ჩამოყარებული ცელოფანი და აი ამ არაადამიანურ პირობებში უხდებათ ბავშვებს აქ ცეკვა. ბიუჯეტიდან გამომდინარე რა თანხები არის? თვითონ საკრებულო რატო არ დაინტერესდა ამ პრობლემით? ჩვენ ტერიტორიული ორგანო? რატო არ დაინტერესდა? ჯერ ერთი არავის არ მოუმართია. მეორეც ერთი ის შენობები, რომელიც ჩემს ბალანსზე არ არის. და საერთოდ არანაირი შენობები ჩემს ბალანსზე არ არის. მე თავისთავად ცხადი ამ იმაზე ვერანაირ რეაგირებას ვერ გავაკეთე. ჯერ ერთი, მეორეც ერთი. ეგ შენობა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. საკმაოდ ისარი რა ქვია, დიდი ხნის შენობა. მაგის გათბობისთვის საჭირო თანხები მე არ ვიცი ვისაა, რასაც შეიძლება მოიძიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კულტურის სახლის ის ვინ არის, რა ქვია, მარხაზი სტანდარტი უნდა მიემართა ყველა შემთხვევაში შესაბამისი ორგანოებისთვის, რომ გთხოვთ გამითხოვოთ შენობა, გთხოვთ გამომიცვალოთ იატაკი, გთხოვთ დამიხუროთ ჭერი. ანუ ეს სტრუქტურა ესეა ჩამოყალიბებული გესმის შემოგარ. ამიტომ ის რაცაც ჩემი საკუთარი ინიციატივა ქვია, ეს არ არის იმასთან არ შედარებით არაფერი, რაც თვითონ აი ამ ორგანიზაციის, ამ იმ განყოფილების, იგივე კულტურის, იგივე ვაშაკიძის განყოფილების გასაკეთებელია.